ბატონო, დღეს 23 მაისია, 177 დღე, მაგრამ იდის საქმეები ყველაფერი კარგად. მართალია ნელ-ნელა იჭერენ ჩვენს თანამებრძოლებს, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვნებდებით, იმიტომ რომ ჩვენ თუ გავჩერდით, ეხლა ვერ გამოვიყვანთ იმათ ციხიდან ვერასდროს. ამიტომაც მე მინდა ერთი რამე ვთქვა, რომ ჩვენი შემდეგი შეხვედრა არ იქნება ხუთშაბათს, გადმოვიტანეთ 4 შაბათს 6 საათზე და პირდაპირ ჭიჭინაძის ერთი ნომერი რუსთაველზე, სასტუმრო რუსთაველი, აი იქ. იმიტომ რომ ხუთშაბათს უკვე ნიკა მელიას დაიჭერენ დიდი ალბათობით, ალბათ ესეც იზამენ. აი ნახეთ აქ რა სიტუაცია, ჩემს უკან უკვე რა ამბავი ხალხია და როგორ ვიერთებიან ყველანი. ნუ რა უნდა ვთქვა, გამარჯობა. ყველაფერი მიდის ისე როგორც უნდა წავიდეს, მოემზადოთ 26 მაისისთვის, 26 მაისს უნდა ვიყოთ ბევრი და ყველანი უნდა ვიყოთ რუსთაველზე, იმიტომ რომ რუსთაველია ჩვენი ადგილი, სადაც ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და ვბრძოლოთ კიდევაც. ისე რომ ბრძოლა წინ არის, ყველაფერი კარგად არის. თავისუფლება ყველა პოლიტმატიმარს და ბრძოლა ბოლომდე. აბადროებით. და ამავე დროს ხვალ გვექნება ესე ვთქვათ გამასტუმრებელი, უნდა გავისტუმროთ ნიკა მელია საათ, იმიტომ რომ ზე გაქვს სასამართლო და მე ვთხოვე ნიკას მოვიდეს და გვინდა რომ ყველამ დავემშვიდობოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ალბათობით ივანიშვილის რეჟიმი მას დაიჭერს და ყველა პოლიტიკოსი უნდა რაღაცნაირად გავაცილოთ ამ გზაზე და ქვეყანას კი არა, მარტო ჩვენ კი არა ქვეყანას, ამ თემ სოფლიოს გავაგებინოთ, რომ აი ესე იჭერენ ჩვენთან ხალხს და განსაკუთრებით პოლიტიკოსებს. სურა ჯაფარიძე რისთვის დაიჭერეს, დღესაც კაცმა ვერ გაიგო, ვერც მოსამართლეებმა, ვერც იმ კომისიამ, ვითომ კომისიამ, ვერც ჩვენ ვერავინ და ვერც საზოგადოებაც. ნუ რა უნდა ვქნათ, ეგეთი რეალობაა, ისე რომ ხვალ ნიკაც იქნება ჩვენთან ერთად და ნიკაც გვექნება მე საშუალება ჯერ მისი აზრი მოვისმინოთ ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით და შემდეგ კიდე გავაცილოთ. ისე რომ ხვალ 6 საათზე, უпростоრად 28-ში, ეს არის 4 შაბათი, თქვენ თუ უკვე 4 შაბათს ნახავთ ამას, ეს არის 4 შაბათი, 6 საათზე ჭიჭინაძის პირველი ნომერი, ეს არის შოთა რუსთაველის სასტუმრო. გელოდებით, ვისაც გაქვთ სურვილი, შემოერთით ჩვენს ამ განხილვას. აბადროებით.